ოფიციალურად ბრალი წამიყენეს. ერთი არაკეთის ინდისიერი თავ ჟურნალისტად რო ასახებს. მენავდი სახელი დამოვიდა სამწუხაროდ. ხო, მენავდის ცემის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. იყო გინება უწმაძური შესახილება რა ყველაფერი რა. მაგრამ კონკრეტული ბრალი იყო ვლადიმერ მენავდის ხო, კი. ძირითადად ეს ამომიყენეს და ეს იყო და 80 დღე. აბსურდული, არავის ემაზე აქ ერთი ორჯერ შემოვიდა, პრატიმა თვითონ პოლიციელს მიაყენა შეურაცხყოფა და მეორე დღეს 400 ლარიანი ჯამით გაუშვეს და მე უმაღლესი ზომის მთლად არა 90, მაგრამ 80 გამომიტანეს. მოხდა ვინმეს დაკითხვა თვითმხილველების ამ პროცესში? არანაირი, მე წარმოვადგინა მას თავიდან მოვითხოთ თვითმხილველების, კი არა დაკავების პროცესში ისე მოხდა, რომ არავინ არაფერი არ იცოდა. შენ თვლი რომ მხოლოდ იმიტომ მოხდა ეს, რომ ქართული ოცნების წევრი იყავის კი, სიტუაციაში? არაფერი, მე ქართული ოცნების არც მოხდებოდა არაფერი ამნაირი. იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, რომ მე არანაირი პირიქით, ბატონმა მენავდე მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენი ერთ-ერთი შტაბის ხელმძღვანელის ნიშნის. ამას მე ვითხოვდი რომ ამას გამეზე გაემახვილებიათ ყურადღება არანაირი. ჩემი მოწმებით საერთოდ 6 კაციანი ისე იყო წარმოგიდგენილი აპელაციაზე და მოსამართლემ ჩართულობის საკმარის არგუმენტი არ ყოფილა თურმე. უბრალოდ დაუჯერეს მენავდეს და მის ოპერატორს, რომელსაც საერთოდ კამერა არ ჩაუდგა იმ დღეს. ეს იყო ყველაფერი წმინდა წყლის პოლიტიკური პროვოკაცია, რაც დადგეს ბახმაროში. საიდან მოდიოდა ბატონ გოჩა ეს პოლიტიკური? საიდან მოდიოდა, ეს მოდიოდა ეხედან, რომ ეს აუცილებლად უნდა გამოიძიოს კომპეტენტურმა ორგანოებმა, იმიტომ რომ დღესდღეობით საკანონმდებლო სკამზე იქ პარლამენტში ის ორი ადამიანი ზის, რომელი ადამიანებიც იმ დროს ამ ფაქტს ესწრებოდა. ეს იყო და არის ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ჩოხატაური თემურ ჭკუასელი და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე, რომლებმაც თავის თვალით დაინახა თუ რა ხდებოდა. იქ პროვოკაციაზე გამოაგზავნეს ის ადამიანი, რომელი ადამიანისთვის არ იყო გათვალისწინებული თუ მაინც და მაინც ზურიკოს თამა მოხდარიყო ეს ყველაფერი. ეს პირველში განხორციელდა ჩემდიშვილზე, ანუ ის ბავშვი რომ აწაქცეული იყო ანალოგიურად თვითონ უპასუხებდა, მაგრამ ის წაიქცა და ამიტომ ზურიკო მიეშველა იმას და მიშველებიდან გამომდინარე ჩათვალეს რომ იქ რაღაც მოხდა.